ევრონიუ ჯორჯიას გუნდი კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება 2025 წლის 1 ივნისიდან ავტოსადგურების მფლობელებსა და იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რომლებსაც მოქალაქეები მგზავრობის საწყისი პუნქტიდან 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაჰყავთ, დამატებითი ვალდებულებები ეკისრება. ცვლილებები, რომლებზეც ჯერ კიდევ 2023 წელს ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, არაერთგვაროვნად ფასდება მძღოლებისა და ექსპერტების მხრიდან. სატრანსპორტო საშუალებებზე დასაქმებული პირები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მათ შემოსავლის გარეშე ტოვებს, თუ კი სამარშრუტო ტაქსები ავტობუსებით ჩანაცვლდება. ექსპერტების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ცვლილებები საჭირო და ამასთან ერთად გონივრულია. სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ახლა ჩვენ სტუმართან ერთად. პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია უპასუხებს ევრონიუ ჯორჯიას შეკითხვებს. მოგესალმებით ირაკლი და მადლობა გარეთ მონაწილეობისთვის. საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რატომ გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ აი ამ წესების შემოღება, შემუშავება, აი რა იყო აი ამ ინიციატივების წინაპირობა, ასე ვთქვათ. მოგეხსენებათ ზოგადად ამ რეფორმებზე მუშაობა უკვე ათწლეულია, რაც მიმდინარეობს. ქვეყანაში გაზრდილი საგზაო შემთხვევებიდან გამომდინარე, ჩვენ 2017 წელს ჩავატარეთ კვლევა, სადაც აღმოჩნდა ის, რომ ავტოსადგურები ფაქტიურად უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ. გასული მარშრუტები თუ ავტობუსები არ იცავდნენ იმ რეგულაციებს, რაც ქვეყანაში მოქმედებდა. და ეს კვლევა გვაჩვენა, რომ რაღაც აუცილებელი იყო სიახლე და აქედან გამომდინარე სიახლეები ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო. ეს არის ავტოსადგურების რეფორმის განხორციელება, რომელიც ძალიან მრავალმხრივი დოკუმენტია. აქ არ არის მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების საუბარი და არა მხოლოდ იმაზე, რომ 150 კილომეტრზე იქით არ შეიძლება. ერთ-ერთი პუნქტი არის, ძალიან მრავლისმომცველია, საკმაოდ ბევრი შრომა ჩაიდო და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ძალიან ბევრი წელი დაჭირდება. ეს არ არის, რომ მარტო ივნისში და აპრილში შემოსული რეგულაციები დამთავრდეს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე პრიორიტეტი იყო საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული კატეგორიების მარშრუტები, რომლებიც შემოდიოდა და რომლებსაც მგზავრები გადაყავდათ, ეს იყო სატვირთო ავტომობილები, სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც იყო გადაკეთებული. შესაბამისად, საგზაო შემთხვევის დროს ხდებოდა ადამიანების დაღუპულობის მაჩვენებლის გაზრდა. აქედან გამომდინარე ეს რეგულაციები, რაც ტექნიკურ მახასიათებლებს, სამარშრუტო მოთხოვნებს, ასევე თვითონ მძღოლების კვალიფიკაციას და სხვა მიმართულებებს რაც შეეხება, რაც ჩადებულია ამ ტექნიკურ რეგლამენტში, ზუსტად ემსახურება საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში და იმას, რომ მგზავრებმა უსაფრთხოდ იმგზავრონ ერთი ქალაქიდან მეორეში. დიახ. ჩვენ ვიცით, რომ ავტოსადგურების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ასევე აუცილებელი გახდება სერტიფიცირება, რომ ავხსნათ თუ შეიძლება რას გულისხმობს ეს პროცესი, რას ითვალისწინებს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ობიექტი საიმისოდ, რომ მიიღოს ლიცენზია და საერთოდაც რომელი უწყება გასცემს ამ ნებართვებს. მოგეხსენებათ ადრე, როცა დერეგულაცია მოხდა ყველა კანონმდებლობის გარკვეული წლების უკან, შესაბამისად ყველა ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაერეგისტრებინა შეპოსო და ნებისმიერ ეზოში გაიხსნა ავტოსადგური. იყო ქალაქები, სადაც 4-5 ავტოსადგური ფუნქციონირებდა გარკვეულ პატარა კვადრატულ მონაკვეთებზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა სერტიფიცირება ავტოსადგურების, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ავტოსადგური არ არის სერტიფიცირებული, მას მოთხოვნებსაც ვერ დაუწესებთ. და ადრე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც ურიჟებდა ესე რომ ვთქვათ ავტოსადგურების თემას, არ შეეძლო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შესულიყო და რევიზია ჩაეტარებინა ავტოსადგურებში თუ რა მდგომარეობა იყო. აქედან გამომდინარე, ყველა ვიცით და ქალაქებში გვინახია მოუწესრიგებელი ავტობაქნები, შეიძლება სატრანსპორტო საშუალებები საერთოდ გამართული არ ყოფილიყო და დადგა აუცილებლობა სერტიფიცირების. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს სერტიფიკატს 5 წლის ვადით, თუმცა სერტიფიკატის გაცემას თავისთავად მოყვება გარკვეული ვალდებულებები, რაც უნდა შესრულდეს და ერთ-ერთი წინაპირობა არის ის, რომ აუცილებლად სერტიფიკატის მიმღები ავტოსადგურს უნდა ჰქონდეს თვითონ მუნიციპალიტეტის თანხმობის წერილი, რომლითაც მიმართავს, რომ განათავსოს ეს ავტოსადგური, ან თუ უკვე არსებობს ეს ავტოსადგური, ეთანხმება მუნიციპალიტეტი, რომ იგივე ადგილზე არსებობდეს, თუ ახალი ადგილი უნდა მოიძებნოს, ამის შესახებ ნებართვა. ეს ერთი და მეორე მოთხოვნა, რაც აუცილებელი არის, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტის შესრულება. ეს ამ რეგლამენტში არის ძალიან ბევრი რამე გაწერილი, იგივე ავტოსადგურის ფუნქციონირების წესები, მათ შორის რამდენ ბაქანს უნდა შეიცავდეს, რომელი კატეგორიის უნდა იყოს ავტოსადგური. ვიცით, რომ 3 კატეგორია იქნება მომავალში. ეს არის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის. პირველი კატეგორია ემსახურება საერთაშორისო გადაყვანებს და მათ შორის ადგილობრივ რეგულარულ გადაყვანებს. მეორე კატეგორიაც ემსახურება საერთაშორისოს, თუ რა თქმა უნდა, პირველი კატეგორია არ არსებობს ამ მუნიციპალიტეტში და მესამე კატეგორია არის მუნიციპალიტეტში შიგნით რეგულარული გადაყვანები. თუმცა თუ ეს მუნიციპალიტეტის არ ითვალისწინებს საერთაშორისო გადაყვანებს, ამ შემთხვევაში მესამესაც შეიძლება დაეკისროს, თუ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნებს. ეს რეგლამენტი რა არის? ანუ შეიცავს
თუ რამდენი ბაქანი უნდა არსებობდეს, რამდენი სატრანსპორტო საშუალება უნდა ყავდეს, აქვს თუ არა შესაბამისი მოსაცდელი ფართი, არის თუ არა უზრუნველყოფილი სალარო, არის თუ არა დედათა და ბავშვთა მოსასვენებელი ოთახი. იგივე მძღოლებს უნდა შეექმნათ პირობა, რომ მათ დაისვენონ ან მინიმუმ 50%-ზე მეტ უნდა შეეძლოს მძღოლებს, რომ თუ ისინი რეისში არ არიან, მოსასვენებელი ოთახები ქონდეთ. ან უსაფრთხოების ბევრი სტანდარტია ჩადებული, რომელიც ავტოსადგურებმა უნდა აიღონ თავის თავზე და როცა ავტოსადგურში შემოვა გადამზიდველი, ამ გადამზიდველებსაც რა თქმა უნდა მოითხოვათ ნებართვები და ეს ნებართვებიც გაიცემა ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. ამ ნებართვებში არის ჩადებული მთელი რიგი მოთხოვნები, მათ შორის ის რომ გადამზიდველი და მძღოლი ვალდებულია ყოველ წელიწადში ერთხელ მძღოლებს ჩაუტაროს სამედიცინო შემოწმება და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, ასევე ყოველ ნახევარწელიწადში ერთხელ გაიარონ შესაბამის დაწესებულებაში ნარკოლოგიური შემოწმება და ყოველ 6 თვეში წარმოადგინონ ეს დოკუმენტი და აგრეთვე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ დოკუმენტი, რაც დაადასტურებს, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რეისზე გადის, არის ტექნიკურად გამართული. აქედან გამომდინარე ეს მოთხოვნები, რომლებიც ჩამოწერილია, ვალდებულებას იღებენ უკვე 1 მარტიდან მძღოლები. ვიცით, რომ გარკვეული რეგულაციები შედის 1 მარტიდან და გარკვეული შედის 1 ივნისიდან. 1 მარტიდან შედის ის, რომ უკვე ავტოსადგურებს აქვთ ვალდებულება ის, რომ გადამზიდველებს მოთხოვონ თავიანთი მძღოლების შემოწმება, იგივე შეამოწმონ ტექნიკურად ავტომობილები, რამდენად გამართულია და მძღოლი ნასამართლები არის თუ არა, ეს ჩანაწერი დაემატა, მანამდე არ იყო. თუ მძღოლს აქვს შადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ამ შემთხვევაში შეეზღუდება მძღოლის უფლება. რაც შეეხება 1 ივნისიდან დაგეგმილ რეფორმის გაგრძელებას, ეს უკვე არის თვითონ ავტოსადგურების სერტიფიცირება, უკვე აქვთ მძღოლებს, უბრალოდ ავტოსადგურებს მიეცათ შესაბამისი ვადა, რომ 1 ივნისამდე ყველანაირი ეს ტექნიკური რეგლამენტები განახორციელონ და როგორც იყო სხვათა შორის ეკონომიკის მოადგილემ დაანონსა, რომ გარკვეული ბიზნესთან მოლაპარაკების შედეგად შეეძლოთ, რომ რაღაც გარკვეული წამახალისებელი მექანიზმები ყოფილიყო, იგივე ის, რომ სხვადასხვა პროექტებით ესარგებლად საბანკო სესხები და ასე შემდგომ. ჩვენ ახლა საუბრობდით მოქალაქეებზე, რომლებიც შიშობენ აი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ავტობუსი გაცილებით მეტ ადამიანს იტევს, ხო, ვიდრე სამარშრუტო ტაქსი, შესაბამისად შემცირდება მძღოლების საჭიროებაც და ეს ხომ არ შექმნის ამ სფეროში სამუშაო ადგილების პრობლემას. მოგესალმებათ, ზოგადად სახმელეთო გადაყვანები არის პირველი ქვეყანაში, ჩვენ სარკინიგზო გადაყვანები იმდენი არ არის და პირველი მაინც ტრანსპორტი არის სახმელეთო, ამიტომ დიდი დაწოლა მოდის სახმელეთო ტრანსპორტზე. აქედან გამომდინარე შეიქმნა ეს რეფორმაც, რომ რაც შეიძლება მეტი კომფორტული მაღალგაბარიტიანი ავტობუსები გავიდნენ იმ შორმანძილებზე, სადაც ხდება ადამიანების ან მოქალაქე და გადაადგილება. მე არ ვფიქრობ, რომ პრობლემები შეიქმნება ამ კუთხით. ყველა მძღოლს, რომელიც უკვე დასაქმებული არის, შესაბამისად შეეძლებათ მიმართონ იმ გადამზიდველ კომპანიებს, ვინც მოიგებს ამ ტენდერს ერთი სიტყვით და ვინც შევა ამ ავტოსადგურებში და განახორციელებენ გადაზიდვებს, იქ რა თქმა უნდა კრიტერიუმებიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული, ხო ჩვენ სამწუხაროდ კვლევის ფარგლებში ვნახეთ, რომ მძღოლთა გარკვეული კატეგორია აბსოლუტურად არ ვიცი, ყოველგვარი სამედიცინო შემოწმებისა და სხვა რაღაცების გვერდისავლით ახდენდა მგზავრების გადაყვანას და ან ვის მძღოლები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან და ასევე საგზაო უსაფრთხოების წესებს და იმ ნორმატიულ ნორმებსაც დაამტკიცებულია ქვეყნის მიერ, ამას რა თქმა უნდა მათ არ შეექმნებათ პრობლემები. პირიქით მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ხელშეწყობა ექნებათ და პირადად ჩემი მოწოდებაც იქნება სახელმწიფო უწყებების მიმართ ის, რომ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ ასეთი მძღოლების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც კი. დიახ, და არის ვარა მოსალოდნელი მგზავრობის საფასურის ცვლილება. ხო, ძალიან კარგი კითხვა. მგზავრობის საფასურის ცვლილებაზე მე პირადად გამიჭირდება საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ წარმოიდგინეთ რამხელა რეფორმა ხორციელდება, ხო აქ მთელი ავტოსადგურები, რომლებიც უკვე არსებობს, ამ ავტოსადგურების რედიზაინი ხდება მთლიანად და თუ არ არსებობს და ახალი იქნება, ამაში ბიზნესმა ფული უნდა ჩადოს. შესაბამისად, გარკვეული ფასის მატება შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ გაიზარდოს უსაფრთხოება, გაიზარდოს მგზავრთა კომფორტი და გადაადგილების სისწრაფე. წესით არ უნდა იყოს და ალბათ სახელმწიფო უნდა იზრუნოს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ ესე ვთქვათ ფინანსური დარტყმა არ მივაყენოთ უსაფრთხოებასთან მიმართებაში. არამედ შეიძლება რაღაც გარკვეული პროცენტულობით მოიმატოს, თუმცა ეს იქნება საგზაო უსაფრთხოების გაზის ხარჯზე და კომფორტისა და სისწრაფის. დიახ, და ვის ექნება იმის პრეროგატივა, რომ დაამონიტორინგოს, ასე ვთქვათ, ეს პროცესი და გარკვეული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში არის ვარა გათვალისწინებული. ძალიან კარგი შეკითხვაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით წინა
კანონმდებლობის პერიოდში ვერ ახდენდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ხარვეზების აღმოჩენას, თუ მესამე პირი მიმართავდა სასამართლოში უნდა წასულიყო და მთელი რიგი პროცედურების დაცვით ხდებოდა. დღეს ამის პრობლემა მოხსნილი არის, ნებისმიერ დროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელს შეუძლია როგორც თავის საკუთარი სურვილით, ასევე მესამე პირის მიმართვის საფუძველზე, ასევე თუ გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ესა თუ ის ავტოსადგური ან გადამზიდველი არ იცავს დადგენილ რეგლამენტს და ნორმებს, ამ შემთხვევაში მიბიდეს და უშუალოდ ადგილზე შეამოწმოს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იქნება, მოკლედ მის წარმომადგენელი იქნება შემოწმებელი და თუ გამოვლინდება დარღვევები, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის შესაბამისად უკვე იქნება რეაგირება. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქაღალდზე დაწერილი რეგლამენტები რომ არ გქონდეს, ანუ ადრე ქონდა რეგლამენტი, მაგრამ არ იყო სხვათა შორის ის რეგლამენტის ცუდი, მაგრამ მისი აღსრულება ვერ ხდებოდა, ანუ მონიტორინგის სისტემა და ამიტომ კანონი მოქმედებს მაშინ, როცა მონიტორინგის სისტემაც გამართულია და რაც ზუსტად ეს კვლევაში ზადასტურდა, რომ თუ არ არსებობს მონიტორინგი, ამ შემთხვევაში მძღოლებით სარგებლობენ ამით და ხშირ შემთხვევაში მიმართავენ манипуляციებს და გარკვეული ჩანაწერები, რომელიც თუნდაც იმ ტრანსპორტ საშუალებით თუ არის მაგალითად 30 ადამიანის გადაყვანა, ნებადართული და ამ დროს 50 ადამიანის გადაყვანა ხდება, აი ასეთი ფაქტები აღარ იქნება და ზუსტად ამ მონიტორინგის პროცესში გაკონტროლებაში უნდა ჩაერთოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი. მესმის რომ კონკრეტულ ვადებზე საუბარი ძალიან რთულია, თქვენ ეს დასაწყისშივე აღნიშნეთ, რომ ასე უცბად არ მოგვარდება ერთიანად, ხო, ყველა პრობლემა, მაგრამ აი დაახლოებით რა ვადებში წარმოგიდგენიათ აი ამ რეფორმის სრულფასოვნად განხორციელება? მოკლედ დაზა ანონსებული იყო გარდა 1 მარტისა და 1 ივნისიდან, როგორც ვიცით, უკვე უნდა დაიწყოს ეს სერტიფიცირების პროცესი და სერტიფიცირების სერტიფიკატი მოითხოვებათ უკვე და მანამდე უნდა მოახდინონ ავტოსადგურებმა, თუმცა შემდგომი თავდები პროცესი არის ის, რომ ჩვენთან პრობლემა არის ელექტრონული გაბილეთიანება. მაგალითად, ტურისტი რო ჩამოდის, გვაქვს პრეტენზია, ხო, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ, მაგრამ ტურისტი რო ჩამოდის ფიზიკურად, მას არ შეუძლია რომ დაგეგმოს თავისი ვიზიტი ერთი რეგიონიდან მეორეში, იმიტომ რომ არ ვიცით გრაფიკი, გეგმა როდის გადის, რომელ მძღოლს გადაყავს, რა საერთოდ როგორ არის ეს მოწყობილი და აქედან გამომდინარე ეს რეფორმა ითვალისწინებს ელექტრონულ გაბილეთიანებას, ანუ ონლაინ უნდა შეგვეძლოს კონკრეტული მარშრუტის ბილეთის შესყიდვა და გადაადგილება. და მსგავსი მიმართულებები არის ჩადებული და ეს არ არის ადვილი საქმე და ვფიქრობ, რომ ალბათ 1 ივნისის მერე გააგრძელებს ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას. ვადები კონკრეტული არ არის ხა დასახელებული, თუმცა ძალიან მალე უნდა მოხდეს თუ ავტობუსების სერტიფიცირებულები იქნებიან და დამთავრდება ეს პროცესი, უკვე აღარ უდგას იმ პროცესის დაწყებას, რასაც ელექტრონული გაბილეთიანება ქვია და რაღაცა საერთაშორისო სტანდარტებს დავამსგავსოთ გადაადგილება ქვეყანაში. საერთაშორისო სტანდარტები ახსენეთ და ბოლოს კითხავთ საერთაშორისო გამოცდილებაზე, როგორ რეგულირდება ეს საკითხი გაიმთავრებულ ქვეყნებში ამ შემთხვევაში. ზუსტად ეს რეგლამენტი შემუშავებული არის ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარკვეული ვალდებულება, რომ სატრანსპორტო სისტემა იყოს მოწყობილი იმ დირექტივების შესაბამისად, რა დირექტივების ვალდებულებაც ქონდა მიგვეღო ქვეყანაში. აქედან გამომდინარეა ეს რეგლამენტი შემუშავებული და მეცაც გეტყვით, რომ ევროპის ქვეყნებში, სადაც მგზავრთა გადაყვანა ხდება, იქ მოქმედებს შესაბამისი მიმართულება, რაც არის მაგალითად სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დაყენება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, ესეც იგეგმება. ვიცით, რომ ძალიან ბევრჯერ მძღოლები манипуляციებს მიმართავენ და სადაც არ არის ვიდეოკამერები, იმ ნელა გავლილი მანძილის დროის ანაზღაურებას ახდენენ შემდგომ სისწრაფის ხარჯზე, რაც რეალურად საგზაო შემთხვევებს იწვევს, ხო? აქედან გამომდინარე, კიდევ იგეგმება იგივე შემზღუდავი მოწყობილობების დამონტაჟება, ასევე ტაქოგრაფის სისტემის ამუშავება, რაც რეალურად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია მოთხოვნა და ნიშნავს იმას, რომ როცა პატრული გააჩერებს 30 დღის ჩანაწერი არსებობს ავტომობილში, რა დროს რა სიჩქარითი არა, შეისვენა თუ არა, ვიცით რომ ხშირ შემთხვევაში მძღოლები როცა მოძრაობდნენ სამარშრუტო მიკროავტობუსებით, ჩადიოდნენ პირობითად თბილისიდან ბათუმში და ეგრევე ბრუნდებოდნენ ყოველგვარი შესვენების შემდგომ და ეს გადაღლა იწვევდა საგზაო შემთხვევებს. აქედან გამომდინარე ყველანაირი ჩანაწერები იქნება და ეს თანამედროვე სისტემები ევროპული, რაც შემდგომ idეაში უნდა აისახოს ამ ახალ რეგლამენტში, ძალიან დიდ წილად გაზის საგზაო საფრთხის მიმართულებას და ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლები საგზაო შემთხვევები გვექნება სახეზე. მადლობა გარესამეში მონაწილეობისთვის. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პარტნიორობა საგზაო საფრთხეებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია პასუხობდა ევრონიუს ჯორჯიას შეკითხვებს. სხვათა შორის ჩვენმა ტელევიზიამ ამ თემასთან დაკავშირებით მოამზადა სიუჟეტიც. ჩვენმა ჟურნალისტმა დიტო მაჭარაძე მიმუშავა ამ თემაზე და ერთად მოვისმინოთ, როგორია რეფორმასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და მათ შორის მოქალაქეების შეფასებები.